თბილისი 1991 წლის 28 მარტი. რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლთან გაიმართა წინა სარეფერენდუმო მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი მიტინგი გახლავთ, როგორც გამოვაცხადეთ, წინა საარჩევნო და წინა სარეფერენდუმო მიტინგი. ამავე დროს ამ მიტინგზე უნდა ვისაუბროთ უაღრესად აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დგას დღეს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის დეპუტატთა ყრილობა და იმართება მიტინგი. უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი ჟამია მეგობრებო. ხდება იმპერიის ბედი და ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება საქართველოს ბედის მეგობრებო. შეეხურა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვისურვებ მაღალ მოქალაქეობრივ დარაზმულობას ამ მომავალ რეფერენდუმში და არჩევნებში. დღევანდელი ჩვენი მიტინგი, მეგობრებო, ამავე დროს უნდა იყოს მხარდაჭერა რუსეთის დემოკრატიისა, მოსკოვის დემოკრატიული ძალებისა, რომლებიც იწყებენ გადამწყვეტ ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ. 1991 წლის 31 მარტი. რესპუბლიკის მოსახლეობა დილიდანვე საარჩევნო უბნებისაკენ მიეშურება. სარეფერენდუმოდ გამოტანილია შეკითხვა. თანახმახარ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის дамоукидებლობის აქტის საფუძველზე. Да, я была первая с освобождения Грузии. Ну, конечно, безусловно, только для освобождения Грузии. Что была свободная и больше ничего. Я живу здесь очень давно, и я это как будто моя родина вторая. И не как будто, а и так и есть. Родина вторая. Потом родина моего мужа, который я любила и уважала, и не сомневаюсь в этом, что это моя... Вы будете бороться, да, за освобождение Ну как, Грузии? где живет человек, так не должен бороться со своей... Как же? Я уже живу здесь и 42-го года. Немало времени, правда? Ну... Я думаю, что очень спокойно, конечно, хорошо. Это рано, может быть, потом, я не знаю, что какое положение есть Абхазия, Южная Осетия, может быть, там будет, я не знаю, но... Не положительно. Но я думаю, что все хорошо, и большинство населения... ძნელი არ დაეთანხმოს საქართველოში მცხოვრები ესპანელების აზრს. რესპუბლიკის ყველა რეგიონში საარჩევნო უბნები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ. სოხუმი რეფერენდუმს წვიმიანი ამინდი დაემთხვა, მაგრამ ამან ვერ შეაფერხა მომრჩევლები. აფხაზეთში სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას ხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97-მ 73%-მა, რაც ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59.94% შეადგენს. მთელ საქართველოში თითოეულად თუ შემოგვჭა ისეთი ამომრჩეველი, როგორიც ბატონი ვლადი კაკუპერია. მე ვარ დაბადებული სოხუმში, 900-ში. 918-ში მიეცი ხმა საქართველოს. საქართველოს თავისუფლებას. საქართველოს თავისუფლებას. ვიმზადებით რა გვარი? მე ვარ ვლადი კაკუპერის სოფლის ძე. დაბადებული აქ სოხუმში. დღესაც ის მე მოესწარი რომ 91 წელს ვარ და კიდევ მეორე ჯერ ვღაზდო ხმას საქართველოს. თავისუფალი საქართველოს. Я по национальности армянин, по гостям мигрант. Живу в селе Тавишублева Сухумского района. Сегодня голосую я за свободную республику Грузии. У нас в этой селе Тавишублева где-то 50% живут по национальности армяне. И сегодня из них большинство голосует за свободную Грузию. მუშაობის პროცესში იყო არასასიამოვნო ექსცესებიც. ზოგ საარჩევნო უბანს ელექტროდენი გამოუხდეს, მაგრამ რეფერენდუმის ჩატარებას ვერც ამან შეუშალა ხელი.
ამ დღეს მთელს რესპუბლიკაში არნახული ერთწლოვანებას უთევდა. რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველებმა, ასევე საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების წარმომადგენლებმა. ედვარდი, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში დიდი ხანია? ხანი, დიახ. ხმარი ჩემი ქართველი იყო, ბერტა, აი, ლაბაძე. რას აძლევს თქვენ ხმას? დღეს უნდა თავისუფლება და გრუზია. სვობოდა. და დემოკრატია. ერთ-ერთ საარჩევნო უბანს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია. Я был в разных странах мира. И даже в Америке. Из Америки. Даже в Америке, да. И я знаю, как с большим интересом сейчас в Америке относятся к Грузии. Потому что Грузия, с точки зрения американцев, и Грузия и Прибалтика являются индикатором, как будет имперская политика реализовываться или как она не будет реализовываться. То есть, какое будет сопротивление имперской политики, советской имперской политики. А вот как вы относитесь к лозунгу, допустим, да здравствует свободная Россия? Очень просто. За вашу и нашу свободу. Когда Ельцина не показывали ни в Москве, нигде, мы снимали в Москве межрегиональную группу, через Ленинград показывали туда. У нас аудитория 70 миллионов. Мы считаем, что мы в свое время... Вы поддерживаете лозунг, да здравствует свободная Россия, свободная Грузия. Свободная Прибалтика. Да. И мы считаем, что все нации должны сами определиться и заключить союз на основе экономических каких-то... Совершенно верно. Будем приезжать друг к другу в гости. ჩვენც მხარს უჭერთ რუსი კოლეგების კეთილსურვილებს. თვითგამორკვევა, დემოკრატია და თავისუფლება ყველა ერთს ჰაერივით ჭირდება. საქართველოში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%. კენჭისყრაში 90,57%. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 99,8%. ამ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველი ერი, საქართველოს მთელი მოსახლეობა მტკიცედ მიაბიჯებს დამოუკიდებლობისაკენ და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ამ ძნელ გზაზე.